2024 წლის მასწავლებელთა სერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში, ამოცანა ნომერი 3. ნახატზე გამოსახულია X ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. იპოვეთ სხეულის მიერ დროის 1 წამ 5 წამ შუალედში გავლილი მანძილიო გეკითხებიან. ესე იგი, თუ დავაკვირდებით ახლა ჩვენ ნახავს, X ღერძზე არის გადაზომილი T, Y ღერძზე სიჩქარე, შესაბამისად აქ იქნება 1 წამის შესაბამისი წერტილი, ხოლო აი აქ იქნება 5 წამის შესაბამისი წერტილი. და ვიკითხებიან აი ამ შუალედში გავლილ მანძილს. ხო, იქიდან გამომდინარე, რომ გავლილი მანძილი წარმოადგენს, როცა მოცემული გვაქვს სიჩქარის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი, ფუნქციის გრაფიკის ქვეშ მოქცეული ფიგურის ფართობს, შესაბამისად 1-5 წამამდე რომ გავიგოთ რა არის სხეულის მიერ გავლილი მანძილი, საკმარისია გამოვითვალოთ, მოდით ეს მონაკვეთი დავყოთ ეს ტრაპეცია არის, რა თქმა უნდა, ეს მოდი ეს დავაწეროთ, ეს იყოს აწერტილი B C D E. ესე იგი, ჩვენ რო გავიგოთ A, B, C, D ტრაპეციის ფართობი, შეგვიძლია პირდაპირ ტრაპეციის ფორმულით, ან შეგვიძლია მოდით ეს გავაკეთოთ, დავყოთ ეს ფართობი AB სამკუთხედად. ეს იყოს S1X, რომელიც იქნება 1-დან 3 წამამდე გავლილი მანძილი, ხოლო 3-დან 5 წამამდე იქნება BCDE მართკუთხედის ფართობი. შესაბამისად, ეს აღვნიშნოთ მოდის S2X-ით. და რა გამოდის ესე იგი, რომ S-ი ტოლი ყოფილა S1X დამატებული S2X. S1X-ი არის AB სამკუთხედის ფართობი, შესაბამისად ამის ფართობი იქნება ფუძე არის 3, არა, ფუძე არის 2, 1-დან 3-მდე, სიმაღლე არის 3, შესაბამისად ეს იქნება 2-ჯერ 8-ჯერ 2, ფუძე სიმაღლის ნახევარი 8, 8-ს დამატებული S2X-ი არის მართკუთხედის ფართობი, რომელიც იქნება ფუძე არის 3-დან 5-მდე 2, სიმაღლე 8, 2-ჯერ 8-ის ტოლი, კი ბატონო, 2-ჯერ 8-ის ტოლი. ანუ ეს იქნება 16 დამატებული 16 და გამოგვივა 24 მეტრის ტოლი. ანუ საბოლოოდ ეს ტოლი ყოფილა 24 მეტრის. პასუხი G.